მის ადგილას მთელი აკადემქალაქი გაშენდა. ჩვენმა უბანმა, რომელიც დღეს თბილისის სერგო ორჯონიკიძის სახელობის რაიონის ერთ-ერთი ნაწილია, განახლების საოცარი მეტამორფოზა განიცადა. ჩემი ხმა როგორ გესმით? საგამოშვიდობის ქალბატონზე ქალამ. ოროტიხნები აბობე რომ პოეტობასაც აპირებდა აკაკი შანიძე. არა. რომ ახლა ჩიტი გამოფრინდება აქედან, შემეშინდა და ასე წავიღე ხელი. შეიძლებოდა აგრეთვე ისეთი წერითი სამუშაოების მიცემა, რომელიც საშუალებას მოგცემდა შეგვემოწმებინა მის ენის ცოდნაც სხვათა შორის ამგვარი ნამუშევრის შეფასება უფრო ადვილია. როგორია ცხოვრება მეცნიერების მიღმა? მადლობა. იმ ფაკულტეტებს, სადაც ქართული ენა და ლიტერატურა ძირითადი საგანი არ არის, ჩემი აზრით დავაწესოთ არა ის, რასაც ახლა თავისუფალ თემას ეძახიან, არამედ კონკრეტული შინაარსის მქონე პატარ-პატარა ამბები, როგორ ვიმგზავრე პირველად მატარებლით. მეტროპოლიტენმა ჩვენი უბნის წიაღშიც შემოაღწია. ერთბაშად 3 კეთილად ნაგები სადგური, პოლიტექნიკური, კომკავშირელი და დელისი ჩადგა მწყობრში. რუსთაველის პროსპექტი, როგორი ზამთარი იცის ჩვენში და სხვა. შენდება ჩვენი უბანი. მშენებლობის არნაკულმა რიტმმა ყველაზე მეტად ზოოპარკის ბინადარნი შეაშურა. ასეთი რამ აბსოლუტურად გამორიცხავს შპარგალკის შესაძლებლობას. სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები დაიწყო. და საშუალებას მოგცემს შევამოწმოთ აბიტურიენტის წიგნიერება და წერის კულტურა უნარი საკუთარი, ნამდვილად საკუთარი ფრჩხილებში აზრის წერილობით გადმოცემისა. რასიც გწვენს პეტრე პირველის რეფორმების შესახებ? ჩვენი საგამოცდო სისტემა უთუოდ შესაძლებელია, ამიტომ სულაც არ გამიკვირდება ჩემი წინადადებები ბევრს სადავოდ მოეჩვენება, მაგრამ რაც მეტი კამათი იქნება საჭირბოროტო საკითხის შესახებ, მით უკეთესია ჩვენი საერთო საქმისათვის. აი ასე ბატონო. 1967 წელს დაბეჭდით. გამოცდაზე, როდესაც მიდიხარ და ახალგაზრდა ადამიანებთან გაქვს იქ გამოსაცდელებთან საქმე, სხვა ყველაფერი, რაც გაწუხებს ან გამხიარულებს, უნდა დაივიწყო. აქ ახარ მოსული ამ ერთი საქმისათვის და უნდა შეეცადო ეს ერთი საქმე ისე გააკეთო, რომ არაფერი სხვა ფიქრი არ შეურიო ამას. მისაღები გამოცდები ყოველთვის მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ეს არის ზღვარი ახალგაზრდის ცხოვრებაში,
სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში. 7000-მდე მეცნიერებათა კანდიდატი. მრავალი ღვაწლმოსილი პედაგოგი უზიარებს ახალგაზრდობას თავის ცოდნასა და გამოცდილებას. უნივერსიტეტში შემომსვლელი ადამიანი, ახალგაზრდა, სკოლა დამთავრებული ყოველთვის დაძაბულად გრძნობს თავს. ფიქრი, რომ მას უსამართლოდ მოექცევიან, აწუხებს მას. მე ყველანაირად ცდილობდი, რომ დამემშვიდებინა, რომ შემოვიდოდა. ვკითხავდი რაღაცას, საიდან ხარ, სადაური ხარ, აბა მითხარი ამ სოფელში რა გვარის ხალხი ცხოვრობს, ან ამ სოფლის სახელი საიდან წარმოდგება და ხანდახან ისე გაერთობოდნენ ხოლმე აი ამ კითხვა-პასუხში, რომ ის სულ დაავიწყდებოდათ ხოლმე ეს შიში. Meet Boreum, your AI. ივანი ჯავხშუს ამასთან ერთად ჰქონდა შეკრებილი ცნობები იმის შესახებ, თუ სად, რომელ ქალაქში რუსეთსა თუ საზღვარგარეთ მოიპოვება ქართველი მეცნიერები, პროფესორები. ადრე, როდესაც ის იყო გამოცდები ყველა საგანში, ქართული, რუსული, მათემატიკა, ფიზიკა და ასე შემდეგ, ხალხი აბარებდა უფრო წყდარა. როდის იქნა მიღებული სტალინური კონსტიტუცია? სტალინური კონსტიტუცია იქნა საბჭოების მერვე საგანგებო ყრილობაზე 1926 წლის 5 დეკემბერს. კარგია. პეტრე პირველმა სახელმწიფო მმართველობის დარგში ბოიარინების დუმის ნაცვლად დააწესა სენატი. როდესაც უკვე აი ეს მაღლილი კორპუსიც აშენებული იყო, შეგეშინდებოდა, რომ გადაიხედავდი ეს აბიტურიენტები და იქ ხალხი ირევა დედა, მამა, ბებია, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, ყველა იქ არის. თქვენ ახლა ისტორიულ კინოკადრებს ხედავთ. იმედი არ იყო, რომ დაგვეხმარებოდა სახელმწიფო, ამიტომ საჭირო იყო როგორმე ფინანსური საქმე მოგვიგარებინა და დიდძალი შემოწირულობა მოდიოდა სხვადასხვა პირებისაგან, როგორც აი საქართველოდან, ისე საქართველოს გარედან. ერთი პირობა იყო ასეთი ამბავი, რომ ეს გამოცდები გადაიქცა საყოველთაო აღელვების მიზეზად. ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა, იმიტომ რომ საქართველოში უმაღლეს დამთავრებული სტატუსი უნებურად გახდა რაღაცა საძიებელი და ყველას უნდოდა, რომ იმისი შვილი გამოსულიყო უმაღლეს დამთავრებული. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საერთოდ აი იმ ძველი გამოცდებიდან ძალიან ისეთი კარგი შთაბეჭდილება არ მრჩება, იმიტომ რომ ჩვენი სკოლა ვერ აძლევდა მაშინ ისეთ ცოდნას და ვერც ახლა აძლევს და დღევანდელ პირობებში როდის გამოსწორდება სკოლაში ეს ასეთი საქმე მე არ ვიცი. მამა ჩემი ერთ წერილში ივანე ჯავახიშვილთან ჩივის, რომ აიო პირდაპირ გასაოცარია, როგორ უცოდინარობას
იჩენსო ეს ახალგაზრდობა რომ წერსო. პირიქი აღარ ვიცი როგორ მოვიქცეო და როგორ ეს მრავალი ქვეყნის დამახასიათებელია ისეთისა, რომელიც ადრე აგრარული ქვეყანა იყო და რომელიც მერე ერთბაშად შევიდა ამ განათლების სისტემაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ატარებს დიდი სტალინის სახელს, ეს განცხადება შემოიტანა 3501-მა შემოსასვლელად. ეს ციფრი იმას მოწმობს, თუ როგორი სტანდარტი პირობები არსებობს ჩვენი ბედნიერი ახალგაზრდობისათვის მოწინავე მეცნიერების დასაუფლებლად. გამოსვლებზე დაშებულებებისა უმეტესობამ გამოსვლები ჩააბარა ფრიაზე და კარს. უცნაურ ქორეოგრაფიულ ნომერს, რომელსაც სიხარულის ცეკვა შეიძლება დაერქვა. ეს არის რაღაცა რვეული, რომელშიაც მე აღნიშნე ის, რამაც განსაკუთრებულად ყურადღება მიიპყრო ჩემი ამ გამოცდების დროს. შევინახე, იმიტომ რომ რაღაცნაირად რას ვაკეთებდი იმ წლებში, მეც მინდა რომ ყველა დეტალი არ შეიძლება მახსოვდეს და ამიტომ ეს შენიშვნები დღეს ცხოვლად მაგონებს იმას, რას ვაკეთებდით და რას არა. მე საკმაოდ ადრე დავიწყე დამიძახეს იქ ეგრეთ წოდებულ საგამოცდო კომისიაში. ერთი პირობა მიყოლებით რამდენჯერმე თავმჯდომარეც ვიყავი, სამედიცინო ინსტიტუტშიც ვიყავი და მივარდა სახელი ქრისტეს ფეხის მჭაფელის. მაშინ მომაკერეს თითქოს მე აი ამ საცოდავ აბიტურიენტებს ცოცხლად ვჭამ. აი ვყლაპავ ერთი მეორეზე მიყოლებით. მშობლის საჩივრიდან. საჩივრები კი ბევრი შემოდიოდა ჩემზე. როგორც ჩანს, შანიძე გათავხედებულია, ეს მოჩივარი მშობლის დაწერილია. მაგალითად ჩემზე ამბობდნენ, რომ მე თურმე ვამბობ, რომ 5 ეკუთვნის მამაჩემს, 4 მეკუთვნის მე და თქვენ სამიანზე მეც ვერ დაგიწევ. როგორც ჩანს, შანიძე გათავხედებულია მამის ავტორიტეტით. აბა ან რას აგავს მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ენა 5-ზე იცის მამამისმა, მას ეკუთვნის 4 და დანარჩენებს არაფერი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, აბსოლუტური. ეს არის ძველი, როგორც წინათ იტყოდნენ ხოლმე ნიკოლოზის დროინდელი ანეკდოტი, საიდან გახდა ის ქართული ენისა და ლიტერატურის ასეთი ღმერთებული სპეციალისტი მამამისის დამსახურების გარეშე. ესე იგი მე თურმე ვიყენებ მამაჩემის ავტორიტეტს. მართალია მე განათლებით აღმოსავლეთმცოდნე ვიყავი, მაგრამ შემდგომში ჩემი მუშაობა რაღაცნაირად აი ამ ძველ ქართულს დაუკავშირდა. ძველი ქართული ტექსტები მაქვს გამოქვეყნებული, ასე რომ აი იქაც ვიყავი და აქაც და ეხლაც ისევ არის, იქაც და აქაც. რატომ არ ფიქრობს იმაზე, რომ საშინელი ომის მკაცრ დღეებში, როცა ის და მამამისი თბილისში ისხდნენ თბილად და წიგნების კითხვით ერთობოდნენ, ჩვენ და ჩემისთანა პატრიოტები სამშობლოს ვიცავდით. ეს მამაჩემა მაჩუქა. აი ეს არის ძალიან იშვიათი წიგნი, რომელიც სულ რამდენიმე ცალი არსებობს. ეს არის პირველი ბეჭდური გამოცემა ვახტანგ მეექვსის მიერ გაკეთებული ვეფხის ტყაოსნისა. აი ეს შემოხეული ფურცლები არის
რესტავრაცია გავლილი. ერთი უნდა ავიდე ინსტიტუტში და ხელახლა გავაკეთებინო ეს რესტავრაცია. რას გავს აბა ეს? ამასაც მიგონებდე ხოლმე, რომ აიო ჩაეკითხება ხოლმე გოგია უშვილის ძაღლს რა ერქვაო. აი მაგალითად ერთ დღეს დავწერეთ 5-8 429 360 და 2 ვერ ვხედავ. აი მაღალი ნიშნების რაოდენობა გამოცდებზე პროპორციულად ნაკლები იყო, თქვათ 600 ნაწერი იყო და 600 ნაწერში იწერებოდა როგორც ხედავთ სულ 8 ფრიადი. მაგრამ ასე მოხდა, რომ მე გამივარდა სახელი, რა იქ დავდიოდი და რა იქ ვიყავი და ქრთამს არ ვიღებდი და ფულს არ ვიღებდი და არაფერი გამოუგზავნია ჩემთვის რამე ისეთი ძვირფასი, რომ მატერიალური ისა ფასი ქონოდა, ამიტომ გამივარდა სახელი, რომ მე ვარ რაღაც მუდმივი თავმჯდომარე კომისიისა ქართულში და რომ ძალიან ბოროტი ვარ. კარგი ნაწერი, აი აგერ მაქვს ჩამოთვლილი. არაერთხელ მინახავს, რომ ამოიღო კაცმა ჯიბიდან რევოლვერი და დემონსტრაციულად დადო იმ მერხზე, სადაც გამოსაცდელები ისხდნენ. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თუ ისე ვერ მიაღწევდა საწადებს, იმ რევოლვერსაც გამოიყენებდა. თქვენი არჩევანი სპეციალობის არჩევა ხო არ იყო ოჯახური ტრადიციები გამოსული? ატლებრივ კი. ვადგენდი ხოლმე სიებს სხვადასხვა ნიშნებისას, ვინ რას იღებდა, ცალკე კიდევ კომისიის შემადგენლობას, ვინც მიმყავდა ქართულის კომისიაში. ბარამიდე ლელი, აი, ბენაშვილი გურამ, გოგოხია ლალი, გოგოა ნარგიზა. ვაიმე, აი, 5 გვარი წავიკითხე და არც ერთი ცოცხალი აღარ არის და რა თქმა უნდა, რომ ვკითხულობ, გული მწყდება. სიას ოფიციალურად უნივერსიტეტის რექტორი ადგენს და უნივერსიტეტის საბჭო ამტკიცებს. მაგრამ ფაქტიურად რა კი იცოდნენ, რომ მე ფულის ამღები არ ვიყავი და აი ესეთი ახირებული ხასიათი მქონდა, ხშირად მეტყოდა ხოლმე დათიკო ჩხიკვიშვილი, რომ ზეხალა ჩამოწერე ერთი ისეთი წესიერი ხალხი. მეც ჩამოწერდი ხოლმე ვისაც ვენდობოდი და ვისაც არ ვენდობოდი, საერთოდ ვცდილობდით, რომ არ გავკარებოდით ახლოს და არც ისინი გაგვეკარებინა ჩვენთვის. აი კარტოზია გურამ, შესანიშნავი მეცნიერი, ძალიან წესიერი. ერთხელ რომ თხოვე მოდი კომისიაში მეთქი, არაო მორიდებით მითხრა, 2 მოწაფე მყავსო და ვერ მოვალო, იმიტომ რომ ოფიციალურად აკრძალული იყო, თუ მოწაფე ყავდა კომისიაში მონაწილეობა. მეგონი ნელ-ნელა გაზაფხულსაც უახლოვდებით. დღეს გვინდა ვისაუბროთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხზე. ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. აბსურდია ამაზე საუბარი. ჩემი აზრით, როდესაც ეხლა უნდა ვაკეთებდეთ, არის ძალიან მარტივად შევხედოთ რეალობას თვალებში და ვთქვათ, რომ ამ რეჟიმს ყავს
მომხრე ასე ვთქვათ პროფესორა აღბრიცხოთ ეს პროფესორა რომ შემდგომი თაობებისთვის იყოს ცხადი ვინ თანამშრომლობდა რეჟიმთან იმის გამო მე მინახავს ხალხი ჩემთან მოსული ნამდვილ ამბავს გეუბნებით მუხლებზე დაცემული რომ შენი ჭირიმე რამენაირად ეს ბოლში იქნებ გაიყვანო გამოცდებში მე ვეუბნები მე რა შემიძლია მე თუ კარგად მიპასუხებს კი ბატონო და თუ არა და მე რა უნდა ვქნა აი ასეთები ხდებოდა და ფულის ამღებებიც იყვნენ საღამოშტობის მოგესალმებით მადლობა ბრძანებისთვის დღეს ილიანში ნამდვილად განსაკუთრებული დღე არის რადგანაც კარგად ვერ გავიგონ და ეგ პრონელა გაიმეოროთ აი ამ გამოცდებში სხვათა შორის ძალიან ცოტა ფულს იძლეოდნენ კითხვა იყო ასეთი თქვენი აზრით რა არის ის ერთი ღირებულება რომლის დაკარგვაც ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში ხდება შემჩნევლად მაგრამ მისი შედეგებითაც კი უნეულე უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სასწავლო ორგანიზაცია უნივერსიტეტი არის თავისი დანიშნულებით ის ადგილი თუ ის სამყარო სადაც ხდება ადამიანის საბოლოოდ ჩამოყალიბება მისი მოქალაქეობრივი ზრდა მისი აღქმა სიმართლისა აღქმა მეცნიერების მნიშვნელობისა ერთხელ იყო ვიხუბრე რომ უნდა ავიღო ქრთამი მეთქი და ჩემი ამხანაგი გურული იყო მწარეების პატრონი მითხრა შეუბედურო ისე გაქვს სახელი გაფუჭებული რომ თხოვო ვინმეს არავინ არაფერს არ მოგცემს აი ასე ქრთამებზე გამახსენდა აი ეს იყო მაშინ როდესაც უნივერსიტეტი ის მაღლივი შენობა ჯერ კიდევ არ ქონდა და გამოცდები იყო აქ პირველ კორპუსში იქ უნივერსიტეტში არის დიდი გრძელი ძველი მერხები ივანე ჯავახიშვილის დროინდელი და ასევე იყო გამომცდელი აქეთ მხარეს ის იქეთ მხარეს აი გრძელ მერხზე ჩამოჯდება 3 ან 4 გამოსაცდელი და იმათ ვეკითხები ცხელა ძალიან და ვცდი ახლა და ქართულ ლიტერატურაში ვცდი ზის 4 გოგო თუ ბიჭი აღარ მახსოვს და ვატყობ რომ აი ერთ-ერთმა მათგანმა აი გინდა ეს იყოს გინდა ის არაფერი არის და ხედავ ამ დროს მოდის ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი და ვიცოდით რომ ის რაღაც გლახა საქმეში იყო გარეული და მოვიდა ჩემთან ჩამოჯდა აქ მერხზე ჩემ მხარეს და მეუბნება იცი მზექალა როგორი კარგი შრიფტი გააკეთა უნივერსიტეტმა რაღაცა ქაღალდი უჭირავს ხელში ნაბეჭდი და ფანქარი უჭირავს ხელში და აი ნახე რა ლამაზი ასოებია და მითითებს ასე ო თ ხ ი გესმით 4 აჰა მეუთხარი რას გავს ეგ შრიფტი გადასაღრელია დასაშლელი და მომაშორე თავიდან დანახვარვი და მაგისი მეთქი ნუ რაღაც იზამდა ავდექი და ადგა და წავიდა იმან ნიშანი ვერ მიიღო მერე დაიჭირეს სწორედ ქრთამის აღებისათვის
და რამდენჯერმე კი ყოფილა რომ აი განათლების კომისარიატში აი ეს ვისაც ეს საქმე ებარა ძალიან შეწუხებულები ნათესავებისაგან მე მირეკავდნენ რომ იქნებ გადაუსწორო ნიშანიო და მე ვერ გადავასწორებ და თქვენ თუ გჭირდებათ თქვენ გადაასწოროთ თვითონ თქო. კი, იყო ასეთი კაციც მინისტრის მოადგილე იყო ერთი. შპარგალგებელი მთელი ბიზნესი იყო. მე მინახავს ფოსტაში მივედი ერთხელ და ხედავ ჩემ წინ ვიღაცა ქალი დგას რაღაცა გახვეულს აძლევს აი ქალს. გახვეული მიაწოდა და იმან კითხა რა არის ეგაო გაზეთში იყო გახვეული. ამან ძალიან მშვიდად აუხსნა შპარგალკებიო. ესე იგი შპარგალკები თბილისიდან ან საიდანღაც იგზავნებოდა თბილისში. აი ამ შპარგალკების წარმოების მთელი მე მგონი რაღაცა ის იყო ბიზნესი. აი იყო შემთხვევა რომ შპარგალკებს არ უშვებდით და ვართმევდით და გავაგდებდით ხოლმე მერე, მაგრამ სანამ გაართმევ, სანამ წაართმევ ამ შპარგალკას და სანამ გააგდებ დაინახავ რომ აგერ აქ ჯიბეში შპარგალკა ერთ გვერდზე ილია ჭავჭავაძე, მეორე გვერდზე კიდე რაღაცა და აი იმ დროს არ იყო ჯერ კიდევ ქალები რო შარვლებით დადიოდა და გოგო თუ იყო ყაბის ქვეშ აი ეს შპარგალკა შეტენილი და დაწერილი და ეს ხომ იგივე ის არის რა არის რა ქვია ამასი ეს ხომ ცოდნა არ არის არა ვარ დაღლილი და რა ვქნა ხო მე ძალიან მაინტერესებს ვეძებე და სამწუხაროდ ვერსად ვერ ვნახე თქვენ როგორ არჩევდით თემებისთვის სათაურს და ეხლა რომელიმე ხომ არ გახსენდებათ სამედიცინო ინსტიტუტი 82 წელი ეს თავისუფალი თემები ეგრეთ წოდებული იწერებოდა ისე რომ მე ყოველთვის წინასწარ უხსნიდი გამოსაცდელებს მე არ ვითხოვ თქვენგან არავითარ სპეციალურ ცოდნას ტელევიზორი და თანამედროვე ადამიანი ატომი მშვიდობის სამსახურში წამს სიწმინდე სიყვარულის ერთი შვილი არა შვილი 4 შვილი მართლა შვილი საქართველოს ისტორიული ძეგლები მე მინდა მხოლოდ თქვენი აზრი აი ამ საკითხის შესახებ აი მაგალითად მუსიკა თუ ჯაზი კლასიკური მუსიკა თუ ჯაზი აი მითხარით გიყვართ კლასიკური მუსიკა თუ არა და თუ არ გიყვართ და თუ ჯაზი გირჩევნიათ დამისებუთეთ რატომ მოგწოთ ის უფრო მე უბრალოდ ვითხოვდი იმის ცოდნას რამდენად მოხნილი თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ გონება აქვს ამ ახალგაზრდას რომ მიხვდეს რას გულისხმობ მე რა მინდა აქ რა დაწეროს და არ მინდა მე რომ იმან ჩამომიწეროს ციფრები რიცხვები მსჯელობა სერიოზული ამის შესახებ მე მინდა მარტო ვიცოდე შეუძლია თუ არა მას აი ამ რთული საკითხის შესახებ თავისი აზრის გამოთქმა ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამწუხაროდ ზოგჯერ აი ასეთი თემების სათაურებს აბიტურიენტები კი არა მასწავლებლებიც ვერ იგებდნენ აი მე ერთხელ მივეცი დასაწერად ასეთი რამ ფიზიკა თუ ლირიკა ეს არის სათაური
აღებული ერთ-ერთი პოეტის ლექსიდან, ი ფიზიკი, ი ლირიკი ტაკდალი და მე აუხსენინო, მე ამათგან არც ფიზიკის, არც ლირიკის სპეციალურ ცოდნას არ მოვითხოვ. დამიწერეთ მარტო რა უფრო გიყვართ თქვათ და რა უფრო მოგწონთ ტექნიკური საგნები, რომლებსაც თქვათ ბიოლოგია, ფიზიკა და ასეთი, თუ რამე სხვა და წარმოიდგინეთ თქვენ მასწავლებლებმა განცხადება დაწერეს, რომაო ჩვენო ლირიკას ვასწავლითო და ფიზიკა ჩვენო ქართულის მასწავლებლებმა როგორ უნდა ვასწავლოთო, ისინიც კი ვერ მიხვდნენ იმას. დაწესებულება არის და მრავალი ათასი სტუდენტის ჩვენ დიდი იმედით შევყურებთ მომავალს, რადგანაც უნივერსიტეტმა გაამართლა მასზე დამყარებული იმედები და მომავალში კიდევ უფრო დიდ აი იწყებს აბიტურიენტი წერას და ის ილია დიდი მწერალი საქართველოს ყველა გაჭირებისა და ტკივილის მცოდნე და ასე შემდეგ ერთი სიტყვით ფუჭ სიტყვაობა სამწუხაროდ ძალიან ბევრი იყო ამ ნაწერებში. არ არის საჭირო ეს ზედმეტ სიტყვაობა, არადა იმდენი შეგხვდება, რომ პირდაპირ ჩაიძირება იმაში, როგორც ზღვაში. ეტყობა კიდევაც რამეს რომ დასწერენ, გამოვა და აიმე სამშობლო მიყვარს, მართალია რომ გიყვარს, მაგრამ ჯერ კიდევ რუსთველს აქ სიყვარულსა მალვა უნდა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აი ეს სტრესი სადღაც გაწყდეს. თავისუფალი ადამიანი, ჩემი აზრით, მაშინაც ასე ვფიქრობდი, არის ის ადამიანი, რომელიც თავისი ცნობიერებისა და წესიერების მიხედვით მოქმედებს იმ საზღვრებში, რომელშიაც იმას სინიდისი აკავებს. მარტივად რომ გითხრათ, წესიერი ადამიანი არის ის, ვინც უკადრებელს არ იკადრებს. ჩემი ძირითადი ურთიერთობა არის წიგნთან. აქ ბევრი საინტერესო წიგნი ვიდევს. მე ეხლა ვმუშაობ ერთი ძველი ხელნაწერის გამოქვეყნებაზე, რომელიც არის ეფრემ მცირის გადმოთარგმნილი და არის 1190 წლისა. გიგხედავ. აი ასე იქნებ ხელი. მე და შენ სულ ვეჯიბრებით, ვინ უკეთესად ხედავს. და შენ სულ დაკლავ, როგორც ყველაფერში გამარჯვებული გამოდიხარ. გამარჯვებული რომ ყოფილიყავი, მექნებოდა ბევრი ფული. კაი რა და მერე გექნებოდა ბევრი პრობლემები. და ვითარცა ზოგიერთებს. ხა ჩემი კომისიობა გაგრძელდა მე მგონი 92 წლის მერე აღარა ვყოფილა. იმ დროინდელმა რექტორმა ბრძანა თურმე მერე მითხრეს, რომ ნუღა შევაწუხებთო, რა იგულისხმა არ ვიცი, ძალიან დაკავებული ვიყავი თუ ძალიან მოხუცებული ვიყავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის შემდეგ კომისიის თავმჯდომარედ, აღარც კომისიის წევრად არსად აღარ ყოფილა. ელემენტარულად არ იციან უნივერსიტეტის წესდება, რომელიც შეიძლება გამოგზავნო და რომელიც პირდაპირ ამბობს იმ თავარ ღირებულებებსა და მომავალში კიდევ უფრო დიდ სამსახურს გაუწევს ჩვენს ერთ გაუმართლ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ესენი სრედანად და არ ემჩნევენ ჩვენ ხმას.